გაუმარჯოს ძმებო და დებო. პირველ რიგში არ დაგავიწყდეთ. დააჭირეთ ლაიქს, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ამ დღეებში MMA-ის სამყარო ისე ბაალებულია. ყველა საუბრობს დიდი ბრძოლის შესახებ, რომელიც ჩატარდება UFC 322-ზე. თავარი თემაა დაპირისპირება ორ ძლიერ მებრძოლს შორის, ისლამ მაჰაჩევს და ჯეკ დელა მადალენას შორის. მაგრამ ახლა ისტორია იღებს სრულიად ახალ მიმართულებას, რადგან თავად ილიას ტოპურია, ჩვენი ქართველი ჩემპიონი და UFC-ს მებრძოლი, ამ თემაზე პირველად გამოხმაურდა სრულიად განსხვავებული ტონით. ტოპურია, რომელიც ცნობილია თავისი თავდაჯერებული და ხანდახან პროვოკაციული განცხადებებით, ამჯერად გაკვირვებულად მშვიდად და პატივისცემით საუბრობს. მან ღიად განაცხადა, რომ ისლამ მაჰაჩევს გამარჯვებას უსურვებს. რატომ? პასუხი მარტივია. იგი ოცნებობს დაუპირისპირდეს მაჰაჩევს პირადად, არა სადმე ჩვეულებრივ არენაზე, არამედ პირდაპირ თეთრ სახლში. დიახ, თქვენ სწორად გაიგეთ. ტოპურიამ თქვა, რომ მისი ოცნებაა ისტორიული ბრძოლა ამერიკის პრეზიდენტის თვალწინ. თუ მინდა ეს ბრძოლა მართლაც მოხდეს, ისლამმა უნდა მოიგოს, თქვა ტოპურიამ ერთ-ერთ ესპანურ ინტერვიუში მტკიცე ტონით. მე არ მინდა მადალენას ამ ბრძოლა, მე მსურს მხოლოდ ისლამთან დაპირისპირება. ჩვენ ორივემ ჩვენი ისტორია დავწერეთ სხვადასხვა წონით კატეგორიაში და ახლა დროა შევხვდეთ ერთმანეთს. ეს ბრძოლა უნდა მოხდეს. ტოპურიამ აღნიშნა, რომ მაჰაჩევი სრულიად სხვა დონეზეა ვიდრე მადალენა. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა ახალ წონით კატეგორიაში ადის, დაახლოებით 77 კილოგრამში. ტოპურიას ჭერა, რომ ისლამის ტექნიკა, კონტროლი და ბრძოლის ინტელექტი კვლავ მის უმთავრეს იარაღად დარჩება. მადალენას ნამდვილად აქვს კარგი დარტყმები, ამბობს ტოპურია, მაგრამ ისლამი ნამდვილი კომპიუტერია. ის ხედავს ყველაფერს, კითხულობს მოწინააღმდეგეს და იკეტავს ყველა სივრცეს. არ ნერვიულობს, არ ჩქარობს, ყოველთვის ფოკუსირებულია. ვფიქრობ, მას შეუძლია დაამარცხოს ჯეკი სრული დომინაციით. ტოპურიას აზრით გამარჯვების გასაღები ისლამისთვის იქნება მანძილის კონტროლი და მისი უნიკალური გრეპლინგის ტექნიკა. მადალენა სავარაუდოდ ეცდება დისტანციის შენარჩუნებას სწრაფი კომბინაციებით, მაგრამ მაჰაჩევი აუცილებლად მოძებნის მომენტს, რომ დაარღვიოს ეს დისტანცია და ბრძოლა მიწაზე გადაიტანოს. როცა ისლამი ერთხელ მიგეკრობა, ყველაფერი დამთავრებულია, ამბობს ტოპურია ღიმილით. ჯეკს აღარ ექნება გზა, საითაც გაიქცეს. თუმცა ტოპურია რეალისტურად უყურებს მოვლენებს. მისი თქმით, ველტერვეიტი, ანუ დაახლოებით 77 კილოგრამიანი წონა, სავსეა ფიზიკურად ძლიერ და გამძლდარი მებრძოლებით. და მაჰაჩევს ჯერ არ ქონია იმდენი გამოცდილება ამ მასშტაბის ჯალებთან. მაგრამ ქართველის აზრით, ისლამის დისციპლინა და მენტალური სიმტკიცე გადამწყვეტი ფაქტორია. ისლამი ყოველთვის მზადაა, არავინ ვერაფერს ვერ აურევს, ამიტომაც მინდა მასთან ბრძოლა, არა იმიტომ, რომ არ მომწონს, არამედ იმიტომ, რომ ვაწიემ პატივს. მინდა დავამარცხო საუკეთესო და ახლა ისლამი სწორედ საუკეთესოა. ტოპურიას ხმა იყო მტკიცე, მაგრამ ამავე დროს მშვიდად. ამაში იგრძნობოდა არა მტრული განწყობა, არამედ ნამდვილი სპორტული პატივისცემა. მისი განცხადებები მსოფლიოს MMA მედიაში ელვის სიჩქარით გვავრცელდა. გულშემატკივრებმა გაოცებით მიიღეს მისი პოზიცია. ზოგიერთმა ჩათვალა, რომ ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური თამაშია, რათა მეტი ინტერესი გამოიწვიოს მომავალი ბრძოლისთვის. მაგრამ სხვებმა დაინახეს გულწრფელი სურვილი. ქართველი ჩემპიონი მზადაა ახალი ისტორიის დასაწერად. ტოპურიას არაჩვეულებრივი ამბავი და ფრაზები მხოლოდ პრესკოლისთვის არ დარჩენილა. ისინი უკვე საინტერესო დისკუსიებს აღვივებენ, როგორც საქართველოშიც, ისე კაცობრიობის ყველაზე ხმაურიან MMA მაღურებელში. წარმოიდგინეთ სცენარი. თეთრ სახლში დაკიდებული რომანი სპორტისა და დიპლომატიის საზღვარზე. ორი მსოფლიო ჩემპიონი, ორი წესით განსხვავებული სტილი და გამარჯვების სიმბოლო, რომელიც დარჩება ისტორიაში. ეს იდეა ყველაზე თამამი ფანტაზიაა, მაგრამ ტოპურიას სიტყვებში არის რაღაც მოსაწყობი. არავითარი პროვოკაცია, მხოლოდ მიზანი. დიდი შეჯიბრის მოწყობა და მისი მონაწილეობა. რა რეაქცია აქვთ ამაზე UFC-ის გულშემატკივრებსა და ექსპერტებს? პირველ რიგში ბევრი ამბობს, რომ ეს უბრალოდ ამბის გაზონდი არის. ჰიპერჰაიპის მშენებლობა, ყინულის გარსის გამოჩენა, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მოუტანოს ბილეთებსა და პიპივის. სხვა ნაწილი მართლა სუფთა გულით უჭერს მხარს იდეას. ბევრი სპორტული გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ ისტორიული ადგილები და შემთხვევები მეც მოგიყვება სპორტის შესახებ, ვიდრე უბრალოდ მომენტი რინგზე. და ჩვენი ხალხი, ქართველები, ბუნებრივად ამ ყველაფერს ემოციურად უდგება. როცა შენი თანასოფელი ან თანამემაული ხმამაღლა ამბობს, რომ მებრძოლი ღირსეულია და შენს პატივსცემს, ეს გრძნობები ძლიერდება. ტოპურიას განცხადებაში არის პრაქტიკულად ორი დონე. ერთი სპორტული ხასიათის და მეორეც მოტივი. სპორტულად ის ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ბრძომა. მან შენიშნა, რომ ისლამ მაჰაჩევი უკეთ ეწევა საჭირო მანძილის კონტროლს და გრეპლინგს. ჯეკ დელა მადალენა თავის მხრივ იმედს ამყარებს დარტყმებსა და სწრაფ კომბინაციებზე.
თუ მახაჩევი მართლაც მოარგებს საკუთარ სტრატეგიას, შეეცდება ბრძოლა მიწაზე გადაიტანოს და ფიზიკურ უპირატესობას გამოიყენებს, ეს შეიძლება ეზარება მადალენას, რომელსაც არ აქვს ასეთი სრული კონტროლი მიწაზე, როგორც ისლამს. ტოპური აქ საკმაოდ კონკრეტულია და ბრძოლის სცენარის მიმოხილვა მას არ დასჭირდება Telegram ბოთლიდან. ეს არის მცოდნე და კარიზმაგვარი შეფასება, არა ფანტაზია. მეორე დონე მოტივი ბევრად უფრო საინტერესოა. ტოპურიას არ სულს ეს ყველაფერი მხოლოდ გასართობად. ის კონკრეტულად ამბობს, რომ იმედოვნებს ბრძოლა რომ შეიქმნას ისტორიული და გამორჩეული პლატფორმაზე. აქ ჩანს ამბიცია, არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ მხედველობაშია ერა სად ვიქნება ეს ბრძოლა და როგორ გამოიცოდეს მისი მნიშვნელობა სპორტის იმპერიულ სივრცეში. ეს ამბიცია ნაწილობრივ იწვევს კრიტიკასაც. ზოგი იტყვის, რომ თეთრ სახლში ჩატარებული ბრძოლა არის არალოგიკური და შესაძლოა ზედმეტი პოლიტიზაცია იყო, მაგრამ ტოპურიას პასუხი მარტივია. სპორტის გავლენა ამდენად დიდია, რომ მას შეუძლია ისტორიული სცენარი შექმნას. რა შედეგად შეიძლება ჰქონდეს ამოცნებას? პირველ რიგში, თუ ისლამ მახაჩევი მოიგებს UFC 218-ს და ყველაფერი დაგეგმილ რეჟიმში წავა, ტოპურია მოიპოვებს გაცილებით ხელსაყრელ საბაბს გამომწვევად. მაშინ, როგორი მნიშვნელობა ექნება თეთრ სახლში დაპირისპირებას? იქნებ ეს იქნება უფრო სიმბოლური და პოპულისტური ნაბიჯი, რომელიც ჩადადაჩვენებს MMA-ის გზრდს და მის აღიარებას მსოფლიო სპორტულ კულტურაში. ოდესღაც ქომაგები ამბობდნენ, რომ MMA არის მეორე კატეგორია. დღეს კი ასეთი იდეები ადასტურებს, რომ ეს სპორტი ნამდვილად თვალსაჩინოდ გაიზარდა. მეორე მხრივ, თუ მადალენა მოიგებს, ყველაფერი ძირს დაიკრებს. ტოპურიას იდეა თეთრ სახლში დაპირისპირება მხოლოდ სარეკლამო ბმულად დარჩება და რეალური შეხვედრის გეგმები შესაძლოა აღარ გაჩენდეს. ტოპური ამის შესახებ გულითაც საუბრობს. მას არ სურს სენსაცია იმ მომენტისთვის. მას უნდა ნამდვილად დიდი ბრძოლა, სადაც ორივე მებრძოლი მაღალ ფორმაში იქნება. ეს თავისთავად არის სპორტული პატივისცემა. არ მინდა შენი დამარცხებული, მინდა საუკეთესო. ახლა მოხვედით იმ კრიტიკულ საკითხზე. რამდენად რეალურია ამ ორმხრივი ამბიციის განხორციელება? პრაგმატულად ძალიან რთული. თეთრ სახლში ჩატარება საჭიროებს როგორც პოლიტიკურ თანხმობა, ისე დიდი ორგანიზაციულ ძალისხმევას UFC-ისა და ამერიკელი ინსტიტუტების მხრიდან. თუმცა არ არის შეუძლებელი სპორტულმა მსოფლმელომ უკვე ნახა ბევრი წარმოუდგენელი მომენტი. და ეს არ არის მხოლოდ პატივისცემის ამბავი. აქ ჩადად იგრძნობა ტოპურიას კომერციული და იმიჯური გათვაებიც. ასეთი განცხადებამ შეიძლება დაანახოს ტოპურიას როგორც ამბიციურ და გლობალურად აზროვნებულ სპორტსმენს, რაც აუცილებელია მისი კარიერის ადვილად განვითარებისთვის. რა პასუხისმგებლობები აქვს ახლა ტოპურიას? პირველ რიგში დარჩეს რეალისტი და პასუხისმგებელი. ის არ უნდა იყენებდეს მხოლოდ ხმაურის შესაქმნელად ამ თემას. მისი განცხადება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ გეგმას და ფრაზებს, რომლებიც მოქმედება მოყვება. მეორე მხრივ მიზანშეწონილია გააგრძელოს მუშაობა თავის დაფასებაზე და სპორტულ მზადებულობაზე. თუ ამოცანა რეალურად სურს, შედეგაც მოითხოვს. და რა შეგვიძლია ვიფიქროთ ჩვენ, ქართველი გულშემატკივრები? პირველადი შეხედულება არის: ვგრძნობთ სტაბილურს და უდიდეს პატივს იმით, რომ ჩვენი მხარე ხმამაღლა გამოდის ორმაგად. ის არ ეძებს მტრობას, მას სურს ბრძოლა საუკეთესოსთან. ეს არის კაცობა და სპორტული დიდება. ჩვენ შეგვიძლია ვდგეთ გულშემატკივრებად, ვუჭიროთ მხარს ორს, მაგრამ განსაკუთრებით ვამაყავთ ილიასადმი, არა მხოლოდ როგორც მებრძოლად, არამედ როგორც წარმომადგენელად, რომელსაც სურს მსოფლიო სცენაზე საქართველოს სახელის წარმოჩენა. როგორც ყველა დიდი ისტორია, საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის დაწერილი. ყველაფერი დამოკიდებულია მომავალ ბრძოლებზე, შედეგებზე და იმაზე, როგორ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას თავად ფიგურანტები. ერთი რამ ჩადაა, ტოპურიას ხმამ 7 პატივისცემა გამოხატა. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის მოწოდება დიდ გამოწვევასკენ. და ჩვენ, როგორც მაყურებლები, მხოლოდ დაველოდებით რაც მოხდება. იქნება ეს ჭეშმარიტი შეჯიბრება თუ მხოლოდ კიდევ ერთი ფაზა დიდხანს გაჩერებული თამაშის. და ბოლოს, თქვენ რას მოაფარებთ? გონიათ, რომ ილია ტოპურიას სურვილი გაცოცხლდება და შესაძლებელი იქნება ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში თუ ეს ყველაფერი დარჩება მხოლოდ ოცნებად და პრეს-რელიზად? დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში თქვენი პროგნოზი. გვინდა გავიგოთ თქვენი აზრი.